თქვენ დაკავებული ხართ საუკეთესო ნახატების შექმნის ბრალდებით, მაგრამ არ გაქვთ უმილისუფლება. ანუ ვილაპარაკო? დიახ, ამობრძანდით. ხომ იცით რის გამო დაგაკავეთ? რა თქმა უნდა, არა. აღიარებ დანაშაულს? არა. რომელია შენი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი? ალბათ კუპატა. ბათუმში კუპატა ძაღლი. რომ არა მხატვარი, რა პროფესიის იქნებოდი? სპორტსმენი. რა თვისების გარეშე ვერ იქნებოდი კარგი კედლის მხატვარი? სპორტული უნარ-ჩვევების გარეშე. ყველაზე მეტად შენი რომელი ნამუშევარი გიყვარს? რომელიც ჯერ არ დამიხატავს. რატომ გადაწყვეტე კედლებზე ხატვა? არ გადამიწყვეტიო, ავტომატურად მოხდა. შენი სურვილით უფრო ხატავ თუ შეკვეთებით? აი გორი რაღაც რო დაემხრობა ერთმანეთს, ეგ არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ უფრო ჩემი სურვილი. არის თუ არა კედლის მხატვრობა პროფესია? კი. შენს პროფესიაზე რომელი სტერეოტიპი გაღიზიანებს ყველაზე მეტად? აგის დახატვა ხო 5 წუთში შეგიძლია. აბა 5 წუთში 22-ის ლოგო დავიხატე. მასალის გარეშე დრო წავიდა. რომ მოვატრიალებთ, აქ არის GG, ჩემი ინიციალები, ჯორჯ გამეზი, აქედან ორი-ორიანი, შავი ხვრელის სიმბოლიკა, წრის სახით. საქართველოში კედლის მხატვრობით ფული იშოვება თუ არა? მას შემდეგ რაც 20 წელი ტვინს გაიბურღავ ვიშნოვებ და იღწვი იმისთვის რომ სახელი მოიპოვო, ცოტა ფული იშოვე. შენი აზრით საკმარისად დაფასებული ხარ თუ არა? თუ უნებრივი დაფასების კონტექსტიდან, მაშინ ძალიან. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კედლის მხატვარი იყოს. ცხადია, თავარი სისტემატიურობა და არ მობეზრება ამ საქმეს. ახლა მოგცემთ 1 მილიონს და გაგათავისუფლებთ. ოღონდ აღარასდროს უნდა დახატოთ. გაწყობთ? არა, რა თქმა უნდა. აქეთ მოგცემთ 100 მილიონს 10 წელს. გაწყობთ?